ბურატინო სიტყვა ყოფილა ზმნიზედა, ანუ გრამატიკულადაც კი არ არის სწორი, რომ პინოკიოს ბურატინო ეწოდოს და აღნიშნავს სათამაშოების და ერქვა ამ თეატრს აქეთ იქით რომ დადიოდა ეს თეატრი, ასე ვთქვათ, მომთაბარე თეატრს. ბურატინო სათამაშოების ზმნიზედა ყოფილა. სახელწოდება ყოფილა ამ თეატრის. ხოდა. არა უბრალოდ შეცდომა, ასე ვთქვათ, რომ როცა აქ სახელი ვთქვათ, როცა თარგმნი ვიღაცა ალექსანდრე ტოლსტოი რო ხარ. ლევ ტოლსტოიში არ აგეროთ, ვიღაც ალექსანდრე ტოლსტოი, რომელსაც გვარიც არასწორად ჰქონდა, ასე ვთქვათ, მისი დედის წინაქმრის გვარი ჰქონდა, ასე ვთქვათ, აღებული. ანუ რაღაცა აბდაუბდა, რაღაცა დაწერა, მოატყუა საზოგადოება, გადავთარგმნე გენიალური კარლო კოლოდის ugenialuresi ნაწარმოები. მაგნაირი ნაწარმოები, ხო? სკოლაში და ისწავლებოდეს, ქრესტომათული უნდა იყოს. და უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. აუცილებლად. კარლო კოლოდი უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, ეს პინოკიოს თავგადასავალი. აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არის აღზრდელობითი ფილოსოფიური. კაი შეიძლება ფილოსოფია არ ასწავლო, ვთქვათ, ვერ ასწავლო, ვთქვათ. მოსწავლეებს, მაგრამ პინოკიო ხო უნდა ასწავლო, მორალი ხო უნდა ასწავლო. ხო უნდა ასწავლო ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ, რაღაცა ხაზი, რომელსაც თუ გავუყვება ახალგაზრდა მისთვის იქნება კარგი და საზოგადოებისთვისაც. გაფუჭებულია პრაქტიკულად აი ბურატინოს, ჩვენ ვიცით ბურატინოთი, ასე ვთქვათ, ეგ ნაწარმოები. სულთლად გაფუჭებულია და გადასხვაფერებული. იქ არის ესე იგი ეს პერსონაჟი მანჯაუგო, რომელიც არის მესამე პრაქტიკულად მამა პინოკიოსი. პირველი ხო იყო, რომ ასე ვთქვათ, მასალა აღმოაჩინა, რომ რაღაცა სული ქონდა, ასე ვთქვათ, ხის მორს. მეორემ გამოთალა და მესამემ ხუთი ოქრომისა აჩუქა. და რატო? იმიტომ რომ პინოკიომ იგი ასე ვთქვათ, მასში სიკეთე გააღვივა ამ მანჯაუგოში, იგივე ყარაბას ბარაბასში. და ასე ვთქვათ, ბოროტების გზიდან კი სიკეთის გზაზე შემოატრიალა ადამიანი. პინოკიომ მას აკოცა და გამომშვიდობისას აკოცეს ერთმანეთს. პინოკიომ და მანჯაუგომ იგივე ყარაბას ბარაბასმა. და მან ხუთი ოქრო მისცა, რომლის გარეშეც ცხოვრებაში ვერ იქნებოდა, ასე ვთქვათ, ბოლომდე ჩამოყალიბებული ეს პინოკიო. მაგით არის ნაჩვენები, რომ არა მარტო ის, რომ ვთქვათ, ვიღაცამ შეიძლება აღმოგაჩინოს, ვიღაცამ გაქთალოს და ვთქვათ, ჩასაცვლელი ჩაგაცვას. კიდე ფულით სჭირდება, გამიგეთ? ეს არის აღზრდელობითი ნაწარმოები. აი ეს ხუთი ოქრო. და შემდგომში უკვე ამ ხუთი ოქროს როგორ ასე ვთქვათ, რომ გაიგეს, რომ მიამიტი რომ იყო ეს ვთქვათ პინოკიო და რომ ცდილობდნენ მის ასე ვთქვათ მოტყუებით გაძარცვას.
აი რუსულად კარგად იცის პოლე ჩუდესში რო უნდათ წაიყვანათ და იქ თავის ნებით ჩაეყარა მიწაში ფული. შემდგომ მანდარის რო მაიმუნი რომ არის ასე ვთქვათ მოსამართლე რომელიც ესე იგი რო გაიგებს რომ სხვები იყვნენ დამნაშავეები იტყვის რომ არ არიან დასაჭერებიო ამას ეტყვის რომ შენ არაფერ ჩაგიდენიაო და არაო და დააპატიმრეთო და როგორ არაო მერე მიხვდება პინოკიო როგორ არაო და ტყუილებს იტყვის რომ მე ეს ჩავიდინე და გაუშვებენ დამნაშავე ყოფილი ხარ და გაუშვებენ იმას ანუ ალეგორიები შემდგომ ფერია და იმასთან დაკავშირებით აი ეს წამალს რო არსვავს პინოკიო წარიაო და შემდგომ რო აჩვენებს ფერია რომ აი შენ თუ არ ჭამ არ დალევ ამ წამალს მოკვდები და ის რო იტყვის პინოკიო რომ მე რაო მე არ მეშინიაო და აბა თუ არ გეშინიაო და რო 4 შავი კურდღელი რო შემოიტანს უბოს და რო შეეშინდება პინოკიოს და რო დალევს მერე წამალს ანუ ეს არის ქრესტომათიური ნაწარმოები რომელიც შეამოკლა გადაასხვაფე რაღაცა გასაღები ოქროს გასაღები რომელსაც ვითომ მან ჯაუგო იგივე კარაბას ბარაბასი სურდა რომ ხელში ჩაეგდო და რაღაცა საიდუმლო კარები არ რაღაცა აბდაუბდაში რო გადავიდა არავით არის გასაღები თვითონ გასაღები არის თვითონ ეს ნაწარმოები ანის რადგანაც რომ აი ეს პინოკიო და მისი მეგობარი რომელიც ხოთაშორის მარკ ტვენმაც გააკეთა ვთქვათ ამ ნაწარმოებზე პინოკიოზე ასე ვთქვათ თავისი ნაწარმოები მაგრამ იმან ტომ სოიერი და დეკლეპერფინის თავგადასავალი გააკეთა ასე ვთქვათ ნაწილი ამოიღო ასე ვთქვათ და ცალკე გააკეთა ეს სათავგადასავლო ნაწარმოები ებმას ხო არ უთქვია რომ ბურატინოა და ვთქვათ ხო არ დაუმახინჯებია და ვინმე ვთქვათ პინოკიოს მაგვრად ამ ბურატინოს სხვა ვერსიას ასე ვთქვათ ჭყალებში კი არ უყურებს მარკ ტვენმა ასეთი რამე კი არ იკადრა რატო იკადრა ვიღაცა ბოდიში ამ სიტყვაზე გამოსირებულმა აი ესეთი როგორ აკადრა ასე ვთქვათ ამ ნაწარმოებს ანუ როგორ აკადრა რომ რაღაც მსგავსი რაღაცა რომ დაერქვა ანუ რომ ჩაენაცვლებინა ვითომ ეს პინოკიო სირცხვილი არ არის აი სირცხვილი სადა ქონდა ეს და ეს ადამიანი ის ალექსანდრე ტოლსტოივის ეგრეთ წოდებულ წითელ ბარონად აღიარა კომუნისტურმა ხელისუფლებამ და ის წერლად აღიარეს და ასე შემდეგ რა